დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც დაგპირდით წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურს დეკანოს ბიძინა გუნიას. დაგლოცეთ მამაო, დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. ერთმა დაგლოცეთ. მამაო, დღეს ჩვენი საუბრის თემა არის საეკლესიო კალენდრის მნიშვნელობა. საეკლესიო კალენდარი, რომელიც თავის თავში მოიცავს ლიტურგიკულ წელიწადს, რითი არის მნიშვნელოვანი და რატომ უნდა ჩავიხედოთ მართლმადიდებლებმა ქრისტიანებმა მასში ყოველდღიურად? დიახ, საეკლესიო კალენდარი თითოეული მორწმუნისათვის ერთგვარი გზამკვლევია. ადამიანი არა მარტო უნდა აკვირდებოდეს გარემოს წვიმა თუ დარია, თოვლია თუ რა არის, არამედ ასევე იმ დღეს, რომელიც მიდის ხსენება აღესრულება. ამით გახლავთ ის გზამკვლევი და უფრო მეტიც თქვენ ბრძანეთ აქ საეკლესიო წელიწადი და იგი პირობითად რამდენიმე ნაწილად იყოფა. ჩვენ ახლა საპასექო წლის მესამე პერიოდში, მარხვის პერიოდში ვიმყოფებით და განსხვავდება ლოცვები სხვადასხვა პერიოდის ერთმანეთისაგან და ეს უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა ადამიანმა. ეს აისახება როგორც საეკლესიო საზოგადო მსახურებაში, ასევე პირად ლოცვებშიც. მაგალითად, დიდ მარხვაში თითქმის ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა იკითხება წმინდა ეფრემ ასურის ლოცვა სინანულის კანონი, ასევე დიდ მარხვაში გარკვეული ლოცვები ემატებათ ადამიანებს და ყველაზე მთავარი გზამკვლევი მით, რომ ყოველ დღე დადგება რა სახათე კუთხესთან თითოეული ადამიანი იმ დღის წმინდანს მოიხსენიებს, წაიკითხავს მის ტროპარს და შეავედრებს კეთილდღეობას სრულად საქართველოზე, ქართველთა ერთსულოვნებას, თავისი შვილების სიკეთეს. ასე რომ თუ ადამიანი მორწმუნეა, იგი აცნობიერებს ორივე სამყაროს არსებობას. ანუ ჩვენ ცხოვრობთ ხილულ სამყაროში, ხედავთ ზეს, თვარეს და ასე შემდეგ, ყოფით მოვლენებს, ასევე უხილავ სამყაროს და იგი ამ ორივე სამყაროს რეალიების თანაზიარი ხდება. თუ ადამიანი ურწმუნოა, იგი უხილავ სამყაროს ვერ ხვდება და მისთვის ეს ნაირფეროვნება ოდენ ხილული სამყაროთი შემოისაზღვრება. კვლავ დავძენ, რომ საეკლესიო კალენდარს თითოეული პიროვნების ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც დამატებით ვიტყვი, გაარკვიოს, როდის არის მიცვალებულთა ხსენების დღეები, მაყურებელს შევახსენებთ, რომ დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი დღეები, განსაკუთრებული მოხსენიების დღეებია მიცვალებულთა, ასევე არ გამორჩეს ესა თუ ის დიდი დღესასწაული დავუშვათ, მაგალითად ამ მარხვაში ხარების დღესასწაული. ან წლის სხვა პერიოდში არის ერთდღიანი მარხვები და ამაზე კალენდარში არის მითითება საეკლესიო კალენდარში. ასე რომ თუ სურს პიროვნებას საეკლესიო ცხოვრება იყოს სავსე, ეზიაროს მთლიანად ყოველივეს მას საეკლესიო კალენდარი დაეხმარება და როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, იგი გარკვეულწილად გზამკვლევის გახდება მისი. ასე რომ ყველა პიროვნებას ურჩევდით სახლში გარდა იმისა, რომ მათ აქვთ ხატები, კანდლები, სანთლები, ჯვრები და ასე შემდეგ, ჰქონდეთ ასევე მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარი და ყოველდღიურად ჩაიხედონ მასში და ასე ესე იგი გაარკვიონ თუ რა დღეს რომელიც მიდის ხსენება აღესრულება. ასევე ყოველდღიურად მართლმადიდებლები ვიხსენიებთ წმინდანებს და ამასაც გვაუწყებს საეკლესიო კალენდარი. თუ რომელი წმინდანის ხსენება არის, თქვათ კონკრეტულ დღეს, მაგალითად დღეს არის ხსენება წმინდა ლეონ კაპადოკიელისა, იოანე ბარსანოფისა, იოანე კასიანეს და სხვა წმინდანების. ანუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად ჩვენ ვიცოდეთ თუ რომელ წმინდანს იხსენიებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულ წმინდანს გარკვეული ღვაწლი აქვს. თითოეული წმინდანი მეოხია ჩვენი წინაშე ღვთისა. მაგალითად, თუ ადამიანს რაიმე ესე იგი შეჭირება აქვს ჯანმრთელობის მხრივ, წმინდან კუნალ პანტელეიმოს ეზოტრებიან. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ბრძოლის ველზე მოუხმობდნენ წმინდა გიორგის სახელს ერთთან ბრძოლაში. ღარიბ ყატაკთა შემწე წმინდა ნიკოლოზი გახლავთ და ასე შემდეგ. ანუ მე რას მინდა მივაქციო ყურადღება, არა თუ ოდენ წმინდანის სახელს უნდა მოუხმოთ, არამედ გავეცნოთ მის ისტორიას, თუ როგორ გაბწყინდა იგი ღვთის წინაშე, რა ღვაწლი ჰქონდა მას და ეს შესაძლებელია
არის სპეციალური წიგნები თქვენი, სადაც გადმოცემულია ყოველდღიური ესე იგი წმინდანის სცენების დღესთან დაკავშირებით მათი მოკლე ისტორია. ეს უფრო სრულყოფილ გახდის ჩვენს ერთობას ამ წმინდანთან და უფრო მეტად გავერკვევით ეკლესიური ცხოვრების საზრისში. ასევე როდესაც მამა იბადება ბავშვი, ამ დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია საეკლესიო კალენდარი, იმიტომ რომ აი სწორედ სახელის შერჩევა შეიძლება მოხდეს დღის წმინდანის, იმ დღეს მოხსენებული წმინდანის სახელის მიხედვით. ძალიან საინტერესო საკითხი შეეხეთ თქვენ. ეს ალბათ ბევრს დააინტერესებს. რადგან მოხდა ისე, რომ ღმერთმა სათნო ეჩინა ამა თუ იმ პიროვნების რომელიღაც კალენდარულ დღეს მოვლინება, ეს გარკვეულწილად არის ერთგვარი მინიშნებაც იმისა, რომ კეთილი განზრახულობით შესაძლებელია იმ დღის ან ახლომახლო ერთი კვირით იქეთ ან აქეთ წმინდანის სახელის დარქმევა. რა თქმა უნდა, ეს არ არის განსაკუთრებული აუცილებლობა, თუმცა კი ვამბობ, რომ კეთილგონიერ ადამიანს ყოველთვის გაუჩნდება ასეთი აზრი, რომ ბავშვს იმ წმინდანის სახელით დაარქვას, რომელ დღესაც იგი მოევლინა ამ ქვეყანაში. მამა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მტკიცედ დგას იულიუსის კალენდარზე. აი რა არის ამის მიზეზი, თუ შეიძლება რომ გითხრათ? დიახ, რა თქმა უნდა, მიზეზი ბევრი არის. მე აქედან დავიწყებდი, რომ ამ ბოლო ხანს მე გულისხმობ დაახლოებით 20 წელიწადს ხარ შემდეგ, რაც დაირღვა საბჭოთა კავშირი და თავისუფლად მიეცა ყოველ ადამიანს ჭეშმარიტი სარწმუნოების, მართლმადიდებლური სარწმუნოების აღსაერება, რატომღაც გახშირდა მოწოდებები, რომ მსგავსად ევროპისა ჩვენთანაც შეიცვალოს კალენდარი, მათ შორის დღესდღეობით საეკლესიო ქრისტიანულ ესე იგი სამყაროში ცნობილია 3 კალენდარი, ის გახლავთ იულიუსის კალენდარი, გრიგოლის კალენდარი, შერეული კალენდარი. ჩვენ რა თქმა უნდა იულიუსის კალენდარზე ვდგავარ და ამას არაერთი ესე იგი ნიშნულობა აქვს. საქმეში ისე როცა იმართება ეგრეთ წოდებული მე ესე ვიტყოდი დებატები ან ინტერაქტივები, განხილვისას წინა პლანზე გადმოდის მხოლოდ რაციონალური აზროვნების მომენტები და ავიწყდებათ, რომ გაიხსენონ ჯულის კანონის მოთხოვნები, თუნდაც მაგალითად წმინდა მოციქულთა მეშვიდე კანონი, პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებები, ანტიოქიის ადგილობრივი საეკლესიო კრების პირველი კანონი და მრავალი სხვა. ავიწყდებათ, რომ როდესაც რაიმე საკითხზე გამოითქმის მოსაზრებები და მათ შორის კალენდრის ცვალებადობაზე, რას მოძღვრავენ ამის შესახებ წმინდა მამები, თუნდაც გავიხსენეთ წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებას, ან და ცნობილ ეპისტოლეს წმინდა კონსტანტინე დიდისა და საკითხებს ესე დეტალურად ვერ შევხედავთ, მაგრამ დაინტერესებულ მაყურებელს შეუძლია გაეცნოს ამ საკითხებს. უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი ეკლესიის საჭედყობელის, უწმინდესის და უნეტარესის სულაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაზრებების გათვალისწინებაც მისი შეგონებები, მე თუნდაც გავიხსენებ 2005 წლის საშუბო ეპისტოლეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს გარემოებები, რომ უდიდეს დღესასწაულებთან, მაგალითად აღდგომის დღესთან, ფერისვალებასთან, ნათლისღებასთან დაკავშირებულია გარკვეული მოვლენები, თუნდაც მე გულისხმობ ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა. ნუ თუ შეიძლება ჩვენ ასტრონომიული არგუმენტები უფრო წინ დავაყენოთ, ვიდრე საეკლესიის პოზიცია, როდესაც საეკლესიო კალენდარს ეხება საკითხი. ეს ხომ არ არის კალენდარი, რომელიც ყოფილ ცხოვრებაში გამოიყენება. არის სხვა მომენტებიც, მე გავიხსენებ ერთ საოცარ ფაქტს. 1973 წლის 4 დეკემბერს ვატიკანის მეორე კრებაზე დაისვა საკითხი, რომ აღდგომის დღე კი არ იყოს მოძრავი, როგორც ეხლა არის, არამედ უძრავი. ანუ გამოდის, რომ შესაძლებელია, რომ ვატიკანი განიხილავდეს საკითხს აღდგომის დღის ფიქსირებულ დღეს, როგორც მაგალითად შობა არის ძველისწერით 25 დეკემბერს, სიტყვაზე ვამბობ, აი 1 აპრილს იქნება აღდგომა. ანუ ფიქსირებულ დღეზე ლაპარაკი. გამოდის, რომ მავალ სურს რა იულიუსის კალენდრის შეცვლა რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკის როლში მოგვევლინება. რომ თვითონ კათოლიკური სამყარო სხვანაირად უყურებს უკვე ამ სფეროებს, ეს შეუძლიათ ამ საკითხებს გაეცნოს. ასევე რა მოხდება თუ ჩვენ დავუშვათ იულიუსის კალენდარი შევცვალებთ გრიგოლის კალენდრით. მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენ გვაქვს უმდიდრესი
ლიტურგიკული ხელნაწერები, მე გულისხმობ საპასექო გამოთვლებს და ყველაფერი ესენი უმოქმედო აღმოჩნდება და ჩვენ ამით ვსარგებლობთ დღესაც და ვსწავლობთ ამ საპასექო. ეს არის ჩვენი უდიდესი საუნჯე, ასე რომ ერთი ხელის დაგვით რაღაც არგუმენტებით, რომლებიც თითქოს და მეცნიერულია, მე კვლავ ხაზს გავუსვამ, თითქოს და მეცნიერულია, რაციონალური აზროვნებით სურთ რაღაც საკითხების გადაწყვეტა. გაუთვალისწინებელია თვითონ ასტრონომიული, მათემატიკური მოვლენების, მაგალითად ეკვატორს ზემოთ, ანუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როცა არის ესე იგი გაზაფხული, სამხრეთ ნახევარსფეროში ანდრო შემოდგომა, ასე რომ სეზონებთან დაკავშირება, ასე გამიწიერება დღესასწაულების ყველა წარმოუდგენელია. ბევრი სხვა საკითხები ასევე რაც ეკლესიის მოდელირებას ეხება, თუნდაც შობა ახალი წლის საკითხების მიმართებას, შობა ეკლესიური დღესასწაული ახალი საერო და მამალს იმის გამო რომ ვერ ეთმობა საახალწლო სუფრა რაღაც განზრახულობა აქვს, რომ ეკლესიამ რეფორმა მოახდინოს. შობა გადაიტანოს 25 დეკემბერს. დიახ, ანუ რომ ესე იგი სინდისიც არ უნდა რომ აწუხებდეს, რომ დაუშვათ იქ ვერ მიირთვა საცივი, ვერ მიირთვა გოჭი და ისე ვერ მოუხინა. და ეს არის მთავარი არგუმენტი და არა ეკლესიური შეხედულებები, ეკლესიური სწავლება. ერთის არის რა მნიშვნელოვანი, რომ თუ დავაკვირდებით დასავლეთში კათოლიკურ სამყაროს გულისხმობ მე აღდგომის დღესასწაულზე უფრო მეტად და საზეიმოდ შობის დღესასწაულებად იზეიმება. და რა შესაქმე ჩვენთან ხომ ეს პირიქით არის. და აი ცნობიერების ცვლილებასაც კი იწვევს გარკვეულწილად კალენდრის მიმართ არასწორი დამოკიდებულება. ასე რომ მე ერთ ფაქტსაც გავიხსენებ, საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციის ერთ-ერთი შედეგი იყო კალენდრის შეცვლა. და როდესაც ადგილობრივმა ეპისკოპოსებმა ჟილბერტ რომს, რომელიც იყო ამ კალენდრის შეცვლის ინიციატორი, შეკითხვა დაუსვეს, თუ რა განაპირობა, რატო შეცვალეს კალენდარი, საოცარი პასუხი გაიცა. ეს დოკუმენტალურად არის დასაბუთებული. პასუხი ასეთ შინაარსის არის იმისათვის, რომ თქვენი აღდგომა, ესე იგი ქრისტეს რწმენა გავანადგუროთ. ასე რომ მრავალი არგუმენტი არსებობს და დაუსაბუთებელი, რა თქმა უნდა, არამეცნიერული, რომელიც არ ითვალისწინებს არც ფარდობითობის თეორიას, არც ცნებას ეტალონის შესახებ. და უბრალოდ ზოგად პიროვნულ წარმოდგენებზე არის დამყარებული. აი მაგალითად ამბობენ, რომ ის კალენდარი ჩამორჩება ამ კალენდარს და შემდეგ. ესე იგი შეიძლება ამაზე ესე იგი მათემატიკაში ხანდახან არსებობს ესეთი კომიკური სიტუაციები, კომიკური ჭალებში, რა თქმა უნდა, რაც პიროვნება ვერ ერკვევა ამათ იმ საკითხში და ამტკიცებს, რომ 4 უდრის 5-ს ან 2 მეტია 3-ზე. ასეთი კომედიური ჟანრის მათემატიკა ჭალებში, სხვადასხვა ცნობილი წიგნია პერელმანის, ვინც ამ სფეროში არის გაცნობიერებული, ეცნობა ეს ავტორი. სწორედ ეს ჟანრი არის მოყვანილი. ეს იმიტომ არა, რომ ვინმეს დასცინონ ან ვინმეს შეურაცხყოფა უნდა მიეღება, არამედ რათა დაფიქრდეს ის პიროვნება, რომ ელემენტარული შეცდომების გამო სერიოზული დასკვნები არ გამოიტანა. ასე რომ ეს ყველაფერი ჯანში გასათვალისწინებელია. ანუ არაკომპეტენტურად საუბარი ამათუნ ძალიან დანაშაულია, დიდი დანაშაულია. ბაბა, ის ადამიანები, რომ როდესაც იმართება ხოლმე მსჯელობა, დისკუსია კალენდართან დაკავშირებით, ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ახალი კალენდარი უფრო ზუსტია, არგუმენტად იშველებენ იმ ფაქტს, რომ არის მართლმადიდებელი ქვეყნები, რომლებიც გადავიდნენ ახალ კალენდარზე, თქვათ კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, საბერძნეთი. დიახ, მაინც უნდა დავაზუსტოთ ერთი რამ, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ეკლესიები გადავიდნენ არა გრიგოლის კალენდარზე, არამედ შერეულ კალენდარზე. და მისი შინაარსი დაახლოებით ესეთია, რომ ისინი მოძრავ დღესასწაულებს, როგორიც არის აღდგომა, ამაღლება, სულთმოფენობა და მათთან დაკავშირებული ყველა კვირადღე დაუშვათ, აი მეზვერსე და ფარისევლის კვირა, უძღებიშვილის კვირა, ბზოობა და ასე შემდეგ, იმ დღესასწაულება ძველი კალენდრით. ამიტომაც ქვია შერეული. ხოლო უძრავი დღესასწაულები ახალი კალენდრი. ასე რომ ეს მთლიანად არ გულისხმობს კალენდრის ნაწილობრივ. თუმცა იქაც კი არის გარკვეული ამის გამო შექმნილი პრობლემები, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში ერთი და იგივე უდიდეს დღესასწაულებს სხვადასხვა დროს აღნიშნავს. მაგალითად, მაცხოვრის შობას, ნათლისღებას. ეს ნიშნავს, რომ ირღვევა ეკლესიური თანაცხოვრების
ერთიანობა და ისმის შეკითხვა ღირს კი კალენდრის რეფორმამ ერთიანობის დარღვევით ეს ხომ არ ეთანადება მართლმადიდებლური სარწმუნოების სულს, ასე რომ ვფიქრობთ უპრიანი იქნება გავიხსენოთ წმინდა იონე ოქროპირის ერთ-ერთი საოცარი შეგონება ვთხოვოთ ჩვენ ძმებს რომ დაბრუნდნენ ისევ ჭეშმარიტ გზაზე, რომელ გზაზეც ვიდოდა ჩვენი ეკლესია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ჩვენი პატრიარქის პოზიცია, ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაინც არ წყდება დამეთანხმებით ალბათ კამათი ამ საკითხთან დაკავშირებით, იგივე ინტერაქტივებს ხედავთ ხოლმე სხვადასხვა არხზე ამ საკითხთან დაკავშირებით, ანუ არის მუდმივი დისკუსია მაინც. აი და რისი ბრალია, რამ გამოიწვიეთ? არა ეკლესიური ცხოვრების ბრალი. ერთი ეს უპირველესად. ასევე მეორე არის ის, რომ საკუთარი აზრი უფრო მნიშვნელოვნად მეაჩნიათ, ვიდრე თუნდაც ჩვენი ეკლესიის საჯიბრობელის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის შეგონებები. ასევე ის, რომ ზოგი ვერც ერკვევა იმ საკითხებში, რაც უკავშირდება მნიშვნელობას ჟულის კანონის მოთხოვნებისა. რაც ეხება წმინდა მამების სწავლებას ამ საკითხებთან მიმართებაში და მათ მითითებებს, ასევე თუნდაც კალენდრის მოდელირების საკითხებში. მხოლოდ სხვადასხვა მოდელებზეა საუბარი და ეს მოდელები არ არის ერთი და იგივე. შეიძლება ასეთი მარტივი მაგალითიც მოვიყვანოთ. განა იმიტომ ჯობია ევროპული მანქანა ამერიკულს, რომ ევროპულ მანქანებს სიჩქარის მაჩვენებლები კილომეტრებში აქვს, ამერიკულს კი მილებში. ეს ორი განსხვავებული ათვლის სისტემა. ან იქნებ დავიწუნოთ იაპონური მანქანა, იმიტომ რომ მას საჭე მარჯვნივ აქვს. ეს არჩევითია და არანაირი უპირატესობაზე და სიმდარეზე ახლა ლაპარაკი არ არის, ვინ რას აერჩევს, მაგრამ არის ერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ვინმე ცდილობს ჩაერიოს ეკლესიის კომპეტენციაში და ამას მოურდებლად აკეთებს, ეს ალბათ მიუღებელია. თუნდაც მე ვიტყოდი ერთ რამეს, რომ საეკლესიო კალენდრის შეცვლა იქნება ეს თუ ამათოემ დღესასწაულის დაწესება უპირობოდ ეკლესიის პრეროგატივაა და არა ინტერაქტივის გამოსაკითხი რა. ძალიან დიდი მადლობა მამაო, რომ გვესტუმრეთ და ასე საინტერესოდ განგვიმარტეთ ეს მნიშვნელოვანი საკითხი. მაყურებელს შევახსენებ, გადაცემის სტუმარი იყო სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ბიძინა გუნია. 9 საათი